ხორბალი მეფეა. ხორბლისგან გამოცხო პური, რომელსაც ჩვენ არსობის პური დავარქვით. ადამიანი მიწაზე მაგრდება, ის იწყებს დაკვირვებას. ნეოლითური რევოლუცია არ არის მარტო შრომის იარაღები. ეს არის ადამიანის განვითარების ეტაპი, როდესაც ის დაკვირვებას იწყებს მთლიანად სამყაროზე, ნიადაგზე, ნათობებზე, ყველაფერს აკვირდება იმისთვის, რომ მოიყვანოს, იმიტომ რომ მას ჭირდება, სასიცოცხლოდ ჭირდება ეს მარცვალი. მან იცის უკვე, რომ აქ არის ტრიადა, მიწა, ადამიანი და ზეცა. და ამ ტრიადაში თვითონ ელემენტია. ეს არ არის რაღაცა ცალკე მდგომი. ეს არის ერთიანობა. ამიტომ ის ეფერება ამ მიწას. რა არის ეს ქართული ხორბლის კულტურა, რისგან შედგება? ეს არის, ძალიან ბევრი კომპონენტია, მაგალითად პირველი ხნულის რიტუალი. პირველი ხნული არის, რომ გაზაფხულზე, როდესაც არის ბუნიობა, დღეღამტოლობა, საოცარი ენერგეტიკა ამ დროს სამყაროში, ხო? ეს მიწათ მოქმედი ადამიანი მიწასთან მიდის და ეფერება. ანუ პირველ ხნულს გაიყვანს და ამ პირველ ხნულში შენახული აქვს ცალკე ხორბლის მარცვლები, საუკეთესო, რომელსაც საღვთო ქვია. ძველ წყაროებში წერია, რომ ქართველებიო იმ წლის მოსავალს არასდროს არ ჭამდენო, ამას ინახავდნენ. ერთი წლის მერე. იმიტომ რომ ვისაც თესლი აქვს, ის გადარჩება და ვისაც პური აქვს, ის მართავს.